გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და გაძვირებული ცხოვრება. დაკარგული სამუშაო ადგილები და ბიზნესის ბრძოლა გადარჩენისთვის. შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე ვინ რა პირობით ისარგებლებს პროექტით. კორონა პანდემია და ეკონომიკა სპექტრის კითხვებს ეკონომისტი ბორის ჭიჭინაძე პასუხობს. მოგესალმებით, მე ნანუკა ლომსაძე ვარ და სპექტრის გუნდთან ერთად წარმოგიდგენ სპეციალურ გამოშვებას გაიგე მეტი COVID-19-ზე. ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო რთულია მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად ათეულობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ციფრები საგანგაშოა დისტანციის დაცვისა და პირბადის სწორად გამოყენების აუცილებლობა დღის წესრიგიდან არ იხსნება, მეტიც რეკომენდაციის დაცვა სულ უფრო მეტად საჭირო და აქტუალური ხდება. დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა 42 დადებითი შემთხვევა. სულ დაფიქსირებულია დაიწყეს COVID-19 გავრცელების შემდეგ 1030 პირი. გარდაცვალების დაგვროვა გამოჯანმრთელებულია 515 ადამიანი. სტატისტიკურად ამ ბოლო კვირის განმავლობაში იყო როგორც მატება, ასევე კლება. ჯერჯერობით რომ ვთქვათ, რომ კლებისკენ მივდივართ, ვერ ვიტყვით, იმიტომ ბოლოს 40-50 პირი დღე-ღამის განმავლობაში გვიფიქსირდება. ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება, ნორმების დაცვა, განსაკუთრებით გაფრთხილებულები არიან თვითიზოლაციაში მყოფი პირებიც და მივმართავთ კიდევ ერთხელ მათ, რომ დაიცვან თვითიზოლაციის წესები. სხვა შემთხვევაში კონტროლს ექვემდებარება და უსურვებს ჩვენს მოქალაქეებს ჯანმრთელობას. კორონა პანდემიის ფონზე კიდევ უფრო უფასურდება ეროვნული ვალუტა და მოსახლეობას ცხოვრება ურთულდება. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში პენსიონერები რჩებიან, რომელთა ერთადერთი შემოსავლის წყაროს სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსია შეადგენს. ჩვენი რეპორტიორი ანა გლუნჩაძე ხალხის აზრით დაინტერესდა. ხელმისაწვდომი ჩემთვის იმას არნიშნავს, რომ ყველასთვის არის მაგალითად. ხო, მე შემიძლია ვიყიდო რაღაც მივცე მაგის უფლება თავს, მაგრამ ხალხს ძალიან უჭირს. ძალიან. განსხვავებით ძალიან მომატებულია ფასები. ვიცი, რა შემიძლია რომ თქვა, არის ყველაფერი გაძვირებული, რა თქმა უნდა, ეს ყველა ხედავს ამას და ყველა მიცის. უნდა იყოს პენსიონერის ხელმისაწვდომი. მიხვალ ყოველ იმაზე გაძვირებულია, რაფერი იქნება ხელმისაწვდომი იქნება? რა თქმა უნდა, ბაბუა, როდესაც ასე ეკონომიურად ქვეყანაში კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს ფასების მომატება ვერ გვიყიდია, რაც გვჭირდება საარსებო წყაროს. ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი. როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი კორონავირუსის მიზეზით შექმნილი კრიზისის პირობებში, ვინ როგორ ახერხებს თავის გატანას და სამუშაო ადგილების გადარჩენას, მეც გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან. პანდემიის გამო უამრავი ბიზნესი ეკონომიკური კრიზისის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც სამუშაო ადგილი ასობით ადამიანმა დაკარგა. პანდემიის დაწყების შემდეგ მარტის დასაწყისიდან ჩვენ დაიხურა ჩვენი ბაღი ქნაფად და დავკარგე შესაბამისად სამსახური. ამ პრობლემები შემიქმნა, როგორც ჩემ პირადად შემიქმნა პრობლემები ფსიქიკურად, ფსიქოლოგიურად ძალიან განიცადე და ასევე ოჯახის მხრივაც ფინანსური მდგომარეობაც გაუარესდა, რა თქმა უნდა. და ვისურვებ, რომ ყველაფერი დაწყნარდეს, კარგად იყოს, პანდემია მას ჩაიაროს, ჯანმრთელად ვიყოთ და დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს. თეა გოგოლიძესთან ერთად საბავშვო ბაღს ქნაფას კიდევ 6 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. საოჯახო ბიზნესის წარმოების და განვითარების მიზნით წლების წინ დაწყებული საქმიანობის შეჩერების მიზეზი კორონავირუსული ინფექციაა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ გაიხსნას ბაგაბაღი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამდე. ეს რა თქმა უნდა აზარალებს ჩემს ბიზნესს, კიდევ ვიმეორებ, რამე თუ თვითონ ეს შენობა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესისთვის გვაქვს შეძენილი და მატერიალურად ძალიან დიდი ზარალია პირადად ჩემთვის.
პანდემიის პირველი ეტაპის შემდეგ ბავშვთა გასართობი ცენტრის ამოქმედებისთვის ყველა საჭირო რეგულაცია დაიცვეს. ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად შესაბამისი ხარჯი გასწიეს. თუმცა დაიწყო მეორე ტალღა და ისევ გააჩერეს. ახალ შეზღუდვას კი ისევ სამუშაო ადგილების დაკარგვა მოჰყვა. ყველა იმ საჭირო წესის დაცვის მიუხედავად ვერ შევძელით მუშაობა და ისევ დავკარგეთ ჩვენი სამუშაო ადგილები. ჩვენი თანამშრომლები დარჩნენ სამსახურის და შემოსავლების გარეშე. პანდემიის დროს ეკონომიკური შოკი ყველა სფეროს შეეხო. ქვეყანაში არ დარჩა სექტორი, რომელიც არ დაზარავდა და ხალხის სამსახურიდან გაშვება არ მოუწია. შემოსავლების გარეშე დარჩნენ სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები. შეიძლება ითქვას, რომ გაჩერებულია. გაუტოლდა ნულს იმის გამო, რომ არის პანდემია, არის ხალხი შეშინებული, ვეღარ მოძრაობს, სუფრები აკრძალულია, დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება, გასვენების გაკეთება არ შეიძლება, ნაცვლობას ვეღარ აკეთებ, ქორწილის ნიშნობას და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ჩათვალე, რომ არის გაჩერებული. ჩვენი რესპონდენტები საგადასახადო შეღავათების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ. კვების ობიექტები ფაქტობრივად 10 საათამდე მუშაობენ, რაც მათივე თქმით ბიზნესს საგრძნობლად აზარალებს. ცნობისთვის რესტორნების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საათამდე შეიზღუდა. თუმცა ზესტაფონი წერტილოვანი დარტყმის ქვეშ მანამდე რამოდენიმე კვირით ადრე მოხვდა. ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კომუნალური გადასახადები მეორე ეტაპზეც დაფინანსდება. ვინ და რა პირობებით ისარგებლებს პროექტით ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. მოქალაქეებს მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მეორე ეტაპზეც დაუფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა თქვენ მომხმარებლებს აღარ მოგიწევთ 4 თვის განმავლობაში ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით. სპექტრი საზოგადოებრივი აზრით დაინტერესდა, ზოგს არ სჯერა, ზოგს მოსწონს, ზოგისთვის ეს არასაკმარისია და კიდევ მეტ დახმარებას ითხოვს. კარგი იქნება, რასაც გააკეთებენ, თუ გააკეთეს, კარგი იქნება. რაღაც არ ამჯერა. რავი, მივესალმები პირველ რიგში ამ ინიციატივას და მე მგონი ნორმალური შემოთავაზება. მით უმეტეს ამ პანდემიის პირობებში ნახევარზე მეტი მოსახლეობის არის გაჩერებული და ასე ვთქვათ იზოლაციაში უწევს ყოფნა, ესეც რაღაცა შეღავაც მოგცემს მე მგონი. ვერ კარგია როგორ დაგუფინანსებენ, რაც მაგაზე კარგი რა იქნება. თუ დაუფინანსებს ცუდი არაა, მაგრამ ამ თავებას მაინც არ უნდა არაფერში. სუბსიდირება იმავე პრინციპით განხორციელდება, როგორც ეს აქამდე პირველ ეტაპზე მოხდა. კომპენსირებული იქნება 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და ამდენივე კუბური მეტრი გაზის მოხმარება. არაფერი არ ჭირდება, აბსოლუტურად როგორც იყო დაანონსებული, ჩვეულებრივად გაზაფხულზეც იყო თავისთავად სუბსიდირება, ხო? პანდემიასთან დაკავშირებით 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ხარჯი, ვისაც ექნებოდა ეს ზედაზღვარი არის, დაუფარავდა სახელმწიფო და შესაბამისად იგივე მეორდება ეხლა ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. იმ შემთხვევაში, თუ მოხმარება განსაზღვრულ ლიმიტს ასწდება, მომხმარებელი სუბსიდიის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს. თუ მოხმარება გადააჭარბებს 200 კილოვატს, მაშინ აბონენტები სუბსიდიას ვერ მიიღებენ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევთ თავად. განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა მას, რომ საუბარი არის ნოემბერში მოხმარებულ ელექტროენერგიის საფასურზე და ეს არ ეხება ოქტომბერში მოხმარებულ ელექტროენერგიას, რომლის საფასური აბონენტებმა ნოემბერში თავად უნდა გადაიხადონ. თანხობრივად, ჩვენი რეგიონის მომხმარებლებისთვის ეს დახმარება თვეში მაქსიმუმ 37 ლარის ტოლფასი ენერგიის მოხმარებას უდრის. სოკარ-ჯორჯია გაზის აბონენტებისთვის კი 114 ლარს. აღსანიშნავია, რომ შეძლებულ მოქალაქეებს აქვთ საშუალება ასეთ დახმარებაზე უარი თქვან. ახლა ეთერში თბილისის სტუდიას ხვთავთ, ჩვენი კოლეგები გაგაცნობთ, როგორ ვითარდება მოვლენები დღეს მთელი დღის განმავლობაში. კორონავირუსი და ოკუპირებული ზონები საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე გადმოყვანის მოლოდინში ახალგორში მცხოვრები ექიმი გარდაიცვალა. დღეიდან ახალი პორტალი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკა კლინიკებს, მოქმედი შეზღუდვების გამკაცრება და ახლის დაწესება. რას გეგმავს საკოორდინაციო საბჭო? მოგესალმებით, გიერთებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ.
დღეიდან ამოქმედდა პორტალი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაარკვევს თუ რომელი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრებული, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და რომელ ნომერზე უნდა დაუკავშირდეს მას. ეს განკვირთავს 112-ს, თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. სისტემა გამორიცხავს კერძო დაზღვევის მქონეებს. ეს განტვირთავს 112-ს იმ მიმართებაში, რომ დღესდღეობით 112-ში შედის ზარი არა მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადის გამოძახების მიზნით, არამედ ოჯახის ექიმის მოძიების კუთხითაც და შესაბამისად ჩვენ ეს გადავიტანეთ სხვა პლატფორმაზე. ლოდინის ზარი, რომელსაც ასევე თქვენ ხშირად ასახელებდით შეფერხების მიზეზად და იყო რიგი შემთხვევები, როდესაც 3-4 საათი ვერ ხერხდებოდა 112-თან დაკავშირებით, ჩვენ ვთვლით, რომ ამით ეს ზარი მნიშვნელოვნად ლოდინის პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირდება. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის ნაწილი 112-ის გადატვირთულობაზე ყოველდღიურად წერს. ესენი დაგვიანებულ პასუხს იღებენ, ამის გამო კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ჩამორჩენა აქვთ. ჯანდაცვის მინისტრმა დღესვე კლინიკები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს არაეფექტურ მართვასთან. მისი თქმით, კლინიკებმა შედარებით მსუბუქი პაციენტები COVID სასტუმროებში უნდა გადაანაწილონ და სასუნთქი აპარატები ჟანგბადით უზრუნველყოფილ საწოლებთან ერთად მძიმე პაციენტებისთვის უნდა გამოყონ. მან ასევე დაამატა, რომ ქვეყანაში მობილიზებულია 1040 სასუნთქი აპარატი და 3400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის. პრემიერთან შეხვედრა შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მოხდეს დამატებითი საწყობქონდის მობილიზება, რის რესურსებიც არსებობს და ამას გარდა შეხვედრა შეეხო არსებული საწყობქონდის უკვე რაც ჰოსპიტალურ სექტორს მობილიზებული აქვს, მის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას. ამის რესურსები არსებობს, შესაძლებელია როგორც თერაპიული საწოლების განტვირთვა, ასევე რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს რეანიმაციული საწოლების განტვირთვის რესურსები. მოქმედი შეზღუდვები საკმარისი არ არის და კიდევ გამკაცრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად არ დაასახელა რა ტიპის შეზღუდვების დაწესება განეხილება. სად შეიძლება მოიწყოს საველე ჰოსპიტალი, მთავრობაში ამ საკითხზე მსჯელობენ. საგამოფენო ან სამხედრო სივრცეები. ამირან გამყრელიძის თქმით, საველე ჰოსპიტალად ყველაფერი შეიძლება იქნეს განხილული. მისივე თქმით, თუ განთავსების მაჩვენებელი 15%-მდე დაიწევს, საველე ჰოსპიტალები აღარ დაგჭირდება. რატომ მაინდა-მაინც სპორტის სასახლე მითხარ? რატომ მაგალითად არ შეიძლება თქვათ ჩვენი საგამოფენო სივრცეები მოგეხსენებათ, ან იგივე ჩვენი როგორ გითხრათ, სამხედრო სივრცეები და ასე და ასე შემდეგ. ამ დროს ყველაფერი განიხილება. შეზღუდვები ქვეყანაში გარკვეული მოგეხსენებათ დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ არ არის საკმარისი, კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გამართება დღეს, საღამოს ხვალ კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. ამაზე მე წინასწარ ვერ გეტყვით. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებით საქართველოს 7 ქალაქში 22 საათიდან გადაადგილება აკრძალულია. 22 საათიდან კლების ობიექტები სტუმრებს აღარ იღებენ. მოქალაქეებს მოითხოვებათ ქუჩაში და დახურულ სივრცეებში პირბადეებით იარონ. დახურულია სკოლები და ბაღებიც. კორონავირუსი და ოკუპირებული ზონები. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოლოდინში ახალგორში მცხოვრები ექიმი იოანე გეთანაშვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა. ინფიცირებულის მდგომარეობა ნათესაობის თქმით სავარაუდოდ დაგვიანებულმა მკურნალობამ გაამწვავა. რატომ ვერ მოხდა დროულად პაციენტის ტრანსპორტირება და რა მექანიზმი მოქმედებს პანდემიის დროს გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილთა ჯანმრთელობის დაცვისთვის. დეტალებს ანა არევაძის სიუჟეტიდან შევიტყობთ. ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი ექიმი 68 წლის ონისე გათენაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ოჯახმა ინფიცირებულის თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ იგი სამკურნალოდ ცხინვალში მოათავსა, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მას შემდეგ კი რაც თბილისში პაციენტის გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, საბუთები მოაწესრიგეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი გზაში გარდაიცვალა. მომხდარ შერიგების სამინისტრო
წერილობით გამოიხმაურა და საოკუპაციო რეჟიმი გულგრილობაში დაადანაშაულა. ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავს. საოკუპაციო ძალებთან ერთად საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობს აქტივისტი ახალგორიდან. თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ უკანასკნელთ მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ახალგორში მცხოვრებლები, როცა ტრაგიკული შედეგების წინაშე დგებიან. თუ ტელევიზიებით, მედიით ან ძირითადად მედიას გულისხმობენ არ გვახსენებენ, საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ ვახსენებენ. ასე დროს განსაკუთრებულად ჩანს, რომ მათ არ იციან ჩვენ როგორ ცხოვრობთ. იციან მხოლოდ ზეპირად შაბლონური მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ადამიანები ასე არიან, ისე არიან, მაგრამ ძალიან მცდარი ინფორმაციები აქვთ, რაც მე ვფიქრობ უპატიებელია. გვდება ხალხი იმით, რომ მათ არ აქვთ საჭირო და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით იფარგლებს. რა ბერკეტი აქვს საქართველოს მთავრობას საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოსაჩენად პანდემიის პირობებში და რამდენად საფუძვლიანია სამოქალაქო სექტორის კრიტიკა. ამ კითხვებით ჩვენ უწყებას მივმართეთ, თუმცა გადატვირთული განრიგის მოტივით კომენტარზე უარი მივიღეთ. გამყოფ ზოლს მიღმა დარჩენილი პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია. სამედიცინო ევაკუაციების პროგრამის საშუალებით მათ დაბიდან პერიოდულად მძიმე ავადმყოფები გადმოყავთ. თუმცა სჭირდება თუ არა პაციენტს სამედიცინო ტრანსფერი. ამ გადაწყვეტილებას დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი იღებს. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე სჭირდება თუ არ სჭირდება ამა თუ იმ პაციენტს სამედიცინო ტრანსფერი, ამას იღება შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და ამ შემთხვევაში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს შემთხვევაც სტანდარტულად სხვა შემთხვევების მსგავსად ჩვენი ჩართულობა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ მომართვა იმის თაობაზე, რომ საჭირო იყო პაციენტის ტრანსფერი. ახალგორთან დამაკავშირებელი გზა 1 წელი და 2 თვეა, რაც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. რამდენი პაციენტის ტრანსპორტირება მოხერხდა პანდემიის პირობებში ცხინვალიდან უცნობია. პერიოდულად საოკუპაციო მთავრობის მიერ ვრცელდება ინფორმაცია მათთვის რუსეთის მიერ აღმოჩენილი დახმარების შესახებ. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანატოლი ბიბილოვი იმყოფება რუსეთში კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის განსახილველად. უცხოეთის სიახლეები მოკლედ. ბრაზილიელი ხელოვანი ხორხე რორიზი რიო-დე-ჟანეიროს კარნავალისთვის რეალისტურ ინდივიდუალურ პირბადეებს ქმნის. ამის შესახებ როიტერსი წერს. იგი ფერად კოსტუმებს კარნავალისთვის აქამდეც ქმნიდა, მაგრამ პანდემიის ფონზე, როცა პირბადე ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთად ითვლება, ხელოვნების გამოყენება ამ კუთხით სცადა. რორიზი ადამიანის სახის ქვედა ნაწილს თეთრ ნიღაბზე სრული სიზუსტით ხატავს. დიდი დროს უთმობს ისეთ დეტალებს, როგორიცაა კანის ფერი, ნაკუთები და ასე შემდეგ. ნიღბები პოპულარული გახდა იმ ადამიანებში, რომელთაც არ უნდათ სახის დამალვა, მაგრამ ვირუსისგან თავის დაცვა სურთ. COVID-19 დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ამბობს ექიმი მაიკ მაკბრაიდი. წერს BBC. ეს ყველასთვის განსაკუთრებით რთული წელი იყო, აღნიშნა მან და მოსახლეობას მოუწოდა ზამთარში განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ თავიანთ ფსიქიკურ კეთილდღეობას. მათთვის, ვინც განიცდის სტრესს, შფოთვას ან მარტოობას, ეს გრძნობები ზამთარში შეიძლება კიდევ უფრო გამოხატული იყოს, თქვა ექიმმა. სახლიდან მუშაობამ შესაძლოა უფრო მეტი რასიზმი და ადამიანის უფლებებზე ზიანის მიყენება გამოიწვიოს, წერს BBC ვულფი ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით. სამუშაო გარემოში მეგობრობა გადამწყვეტია მცდარი წარმოდგენების გაქრობისთვის. ინსტიტუტის დამფუძნებლის ედ კესლერის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი მუშაობს სახლიდან, ისინი უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან იზოლირებულ ჯგუფებს. მან მინისტრს მოუწოდა ყურადღება გაამახვილოს ოფისებსა და სამუშაო ადგილებზე, როგორც საზოგადოების ურთიერთობის გაუმჯობესების სასიცოცხლო არეალზე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 11701 ადამიანმა. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის.
გამოშვებაში ტრადიციულად სტუმრის ბლოკის დროა. ჩვენი თემა კორონა პანდემია და ეკონომიკა გახლავთ. სპექტრის კითხვებს უპასუხებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ბორის ჭიჭინაძე. გამარჯობა ბატონო ბორის, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, მაყოფილი ვარ მოწვევით და თანხმობას ვაცხადებ შემდგომშიც თქვენთან თანამშრომლობას. ბატონო ბორის, პირველ ყოვლისა ჩვენ საუბარი დავიწყოთ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ ყოველდღე უფასურდება და შესაბამისად ცხოვრებაც ძნელდება. როგორ შეიძლება ეშველოს მას, რა პერსპექტივაზე შეიძლება საუბარი? გასაგებია, გამომდინარე იქედან, რომ ლარი წარმოადგენს ჩვენ ეროვნული ვალუტაა და ერთადერთი საგათანხმდელო საშუალება, აღნიშნულ ვალუტაზე მოქმედებს მრავალი როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კორონა პანდემიით შეიქმნა ქვეყანაში, ამან კიდევ უფრო ნეგატიურად აისახა ლარის კურსი, ასე რომ ვთქვათ. რატომ ეხლა ისმის კითხვა? რადგან ჩვენ ვართ ძირითადად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, თითქმის სამჯერ აჭარბებს იმპორტი ექსპორტს. ეს ერთ-ერთი ფაქტორია ლარზე დაწოლის, ასე რომ ვთქვათ. შემცირდა უცხოელი ტურისტების შემოდინების რაოდენობა ქვეყანაში და სხვა ფაქტორები მთლიანობაში, რამაც გამოიწვია უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროების შემცირება და ეს მთლიანობაში ნეგატიურად აისახება ლარის კურსი. ანუ ეს უფრო გასაგებიანით რო ავხსნათ. ანუ გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა, რადგან შემოდინების წყაროები დოლარის შემცირებული, ამან გამოიწვია ლარის გაუფასურება. ანუ ლარის დევალვაცია. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლარის დევალვაცია გრძელვადიან პერსპექტივაში თუ აისახა ფასების დაში, ნაწილობრივ კიდეც ასახულია, ეს უკვე მყინვარულად აისახება მოქალაქეებზე. განსაკუთრებით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვს ფიქსირებული შემოსავალი. ანუ ლარის კურსი, ასე რომ ვთქვათ, მოქმედებს მრავალი შიდა და გარე ფაქტორი. გარე ფაქტორებია შექმნილი პანდემიური მდგომარეობა, სოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესი, ხოლო შიდა ფაქტორები, ანუ ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, სწორი ფულად საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკის ზრდაზე და ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ აშენეთ. ანუ გარკვეული პოლიტიკური მიმართულებები ამ კუთხით ეკონომიკური საჭიროებს გარკვეულ კორექტირებას. რათა ლარზე არ მოხდეს დაწოლა, რაც ამჟამად ხდება და მანამდე კორონა პანდემიამდეც იყო, და მთლიანობაში ლარი გახდეს ნამდვილად ერთადერთი საგანმანათლებლო საშუალება და სტაბილური კურსი გააჩნდეს უცხოურ ვალუტებთან მიმართებით. ჩვენ ადგილობრივ ბიუჯეტზე როგორ აისახება ეს პროცესი? ვგულისხმობ როგორც მიმდინარე, ისე მომავალი წლის ბიუჯეტს, რომლის ფორმირებაზეც მუნიციპალიტეტში მუშაობა ახლა მიმდინარეობს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ჩვენს ადგილობრივი ბიუჯეტი მოქმედი კანონმდებლობის ძირითადად ცენტრიდან მიღებულ თანხებზეა დამოკიდებული და ცენტრიდან მიღებული თანხებით ფორმირდება ადგილობრივი ბიუჯეტი, ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები თავისთავად აისახება ადგილობრივ ბიუჯეტებსაც. ჯერჯერობით ამ შემთხვევაში არ არის ეს ნეგატიურად არ არის ასახული ჩვენ ბიუჯეტზე ადგილობრივზე და მათ შორის სხვა მუნიციპალიტეტებზეც. პლუს დამატებით გაზრდილიც არის მომავალი წლის ახლა პროექტს თუ გავეცნობთ ჩვენ ბიუჯეტის ზრდა არის დაგეგმილი წინა წელთან მიმართებაში. ანუ ეს რას ნიშნავს? ცენტრალური ბიუჯეტი იმ შიდა რესურსებით თუ გარედან მოზიდული საგარეო ვალების საშუალებით ახდენს მუნიციპალიტეტების სუბსიდირებას და ფინანსებას, რათა ის უარყოფითი პროცესები, რაც გამოიწვია მსოფლიო პანდემიამ, არ აისახოს მუნიციპალიტეტებზე. თანამედროვე ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტებზე ნეგატიურად არ აისახება საშემოსავლო ნაწილის მიმართულებით. მაგრამ თუ მთავრობამ შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა არ გაამკაცრა, ვთქვათ, არ მოხდა ეკონომიკის დარგების დივერსიფიკაცია, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების გაზრდა და ამავდროულად რამოდენიმე 3-4 წლის შემდეგ შეიძლება უარყოფითად აისახოს. ამჟამად ეს არ არის ასახული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში. მაგრამ ეს რადგან ჩვენ არ ვიცით კორონას ბუნებაც ჯერ დასრულებულიც არ არის პანდემიის პერიოდი, ანუ რა იქნება მე არ ვიცით. რადგან გლობალური პრობლემაა. ამიტომ გარკვეული რისკები არსებობს იმისა, რომ ეკონომიკური პროცესებზე უარყოფითად აისახოს და ეს უარყოფითი ტენდენციები გადმოვიდეს მუნიციპალიტეტებზეც. სწორედ ამ რისკების წინაშე დგას ახლა მთავრობა და იმედია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების საშუალებით ეს რისკები იქნება ლიკვიდირებული. ბატონო ბორის, თქვენ როგორ მიგაჩნიათ კორონავირუსის დროს ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადარჩენის თვალსაზრისით? რამდენად რაციონალურად გადანაწილდა რესურსი? ვგულისხმობ დახმარების იმ პაკეტს, რომელიც პირველ ეტაპზე განხორციელდა. გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს აქტივობა შემცირდა, ანუ მოთხოვნა შემცირდა, ექსპორტის რაოდენობა შემცირდა, ქვეყნიდან გატანილი საქონლის რაოდენობა შემცირდა, მთლიანობაში გამოიწვია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებაც. რადგან სახელმწიფო აკისრია ვალდებულება პენსიონების წინაშე
საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული მუშაკების წინაშე, კერძო სექტორში მომუშავე პირების თქვათ რომ არ დაკარგოს სამსახურები და ამ შემდეგ, ამიტომ ის იძულებული იყო მთავრობა გამოეყენებია მაქსიმალურად შიდა და გარე რესურსს. გარე რესურსს ამ შემთხვევაში საგარეო ვალებიც ავიღეთ. მაგრამ საგარეო ვალების აღების მიმართულებით მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებშია მოქცეული, ანუ რეგლამენტირებული ეს ვალებიც. ანუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს. დავუკვირდით ესეც გარკვეული შეზღუდვა. ასევე ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს. ანუ გარკვეული შეზღუდვები აკისრია. არის მთავრობის წინაშეც ასე ვთქვათ. ამიტომ მთავრობამ გარეო მიღებული ვალებით უნდა მოახდინოს, ესე იგი შიდა, ესე იგი ისეთი დარგების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელს. უნდა გადაარჩინოს გარკვეული ბიზნესები, რა კუთხითაც უკვე გადაიდგა ნაბიჯები, ვიცით ჩვენ. ძირითადად ეს მოხმარდა ტურიზმის სექტორს, ასე ვთქვათ. ვიცით, რომ ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი ფაქტიურად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთლიან ეკონომიკაში ქვეყნის. და სტატისტიკური გათვლით ფაქტიურად ტურიზმი თითქმის 97% არის შემცირებული შემოსავალი. ზესტაფონის რესურსი რა არის ამ სეგმენტში, რომ დავკონკრეტდეთ? შიდა რესურსის გამოყენებაში ზესტაფონი ვიცით არის სამრეწველო ქალაქი. ჩვენ გვაქვს აქ მრავალი ობიექტი ისეთი, რომელიც უცხოეთში საქონლის გატანით არის დაკავებული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მნიშვნელოვან დადებით ეფექტს მოგვიტანს კონკრეტულად ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის. და მე ვიცი, რომ მთავრობაც ამ კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს, რომ თუმცა ზესტაფონი რადგან ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები გვაქვს და გაგვაქვს ევროპაში გარკვეული პროდუქცია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ასეთ ობიექტებს. რადგან ასეთი ობიექტებს მაქსიმალურად ხელშეწყობა იქნება იმის გარანტი, რომ გავა პროდუქცია უცხოეთში, დაინტერესდება უცხოეთის ზესტაფონით მთლიანობაში საქართველოსი და ეს იქნება ინვესტორების შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. ჩვენი ინვესტორების შემოსვლის გარეშე ფაქტობრივად გაგვიჭირდება გამკლავება არსებულ პრობლემების წინაშე და ამიტომ ამას მნიშვნელობა აქვს, ზესტაფონის როლია უდიდესი, ასე რომ ვთქვათ. რადგან ჩვენ გარკვეული ნიშა გვიკავია მსოფლიოში და ექსპორტზე ორიენტირების ხრი საწარმოები საკმაოდ განვითარებული აქვს. და ეს მნიშვნელოვნად უნდა გამოიყენოს ზესტაფონმაც და მე ჯერად ამ წამს რომ ზესტაფონი მაგალითს მიცემს სხვა მუნიციპალიტეტებს. ხო, არის თქვათ ასეთი საწარმო ბევრი რომ არ დავასახელო თქვათ შპს ჯორჯიან მანგანეზის სფერო, ვიცით რომ გააქვს მრავალ ქვეყანაში უცხოეთის ევროპა, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატების პროდუქცია და იქიდან შემოედინება ამერიკული დოლარი. ეს შემოდინება ამერიკული დოლარის ფაქტიურად აქ დოლარის დეფიციტს ამცირებს. ანუ რაც მეტი შემოვა დოლარი, ეს უფრო დადებითად აისახება ლარზე, რადგან ჩვენ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, ხო თქვით, და თუ ეს იმპორტი არ დაბალანსდა შესაბამისი ექსპორტით. სწორედ ეს არის გამოწვევი მიზეზი, რომ იგი ხდება დოლარის დეფიციტი, ინვესტორების შემოდინება უნდა გაიზარდოს ასევე ამით, შემოვიდა კიდევ ამერიკული დოლარი და ასე შემდეგ, მთლიანობაში ის დისბალანსი, რაც არსებობს ექსპორტ-იმპორტ შორის აღმოფხრის. არის ასევე ეკომეტალი, ასევე პატარა ფერუებს რო უძახით, ასე რომ ვთქვათ, პატარა ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები. და ეს არის მნიშვნელოვანი აქტივი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის. მთლიანობაში ქვეყნისთვის. ეს ქვეყნის იმიჯს ზრდის, დაინტერესებას ზრდის ინვესტორებისას. ახლა მეორე საკითხია, ვთქვათ, დაბეგვრის მიმართულებით გარკვეული კორექტირება უნდა შეიტანოს, ვთქვათ, მთავრობამ, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებშიც გაიზარდოს ამ ექსპორტზე გატანილი პროდუქციიდან მიღებული შემოწმება ცალკე კორექტირება საჭიროებს. და იმედია, რომ მთლიანობაში ესეთი ეკონომიკური პოლიტიკა შემუშავდება, რომ მთლიანად რაიონზე აისახება კიდევ უფრო მეტად, დადებითად. და მთლიანობაში ქვეყანას სარეზერვო დოლარის რეზერვებს გაზრდის შემოდინება, ინვესტორების რაოდენობა გაიზრდება და აშენებთ. ამიტომ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დიდი წვლილი შეაქვს უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით, ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით და საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. როგორ წარმოგიდგენიათ პოსტპანდემიური პერიოდი ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში? გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ შეუსწავლელია არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებული და სუპერგანვითარებული ქვეყნები, ამერიკა, ევროპა, იაპონია და შემდეგ ვირუსის ბუნება. გამომდინარე იქიდან, ფაქტიურად ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, რთულია იმის პროგნოზირება, როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ისეთი მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, რომ ფაქტიურად ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ეს არის შიდა და გარე რესურსის გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდი მიმდინარეობს, თადარიგი უნდა დავიკავოთ. მე ვიცი, რომ მთავრობა დგავს ამ კუთხით ნაბიჯებს, რომ ის რისკები და გამოწვევები, რომელიც მომავალ წელს და 2002 წელს აისახება უფრო ჩვენზე მოქალაქეებზე, ამის წინაშე ვიყოთ მდგრადი, ასე რომ ვთქვათ. ანუ გავუძლოთ გამოწვევებს და უარყოფითი ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს.
ბოლო კითხვა ბატონო ბორის არ შემიძლია არ გთხოვოთ იმ პოლიტიკური პროცესების შეფასება, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა გავლენას იქონიებს ის ქვეყნის ეკონომიკაზე? გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს შემადგენელი ნაწილი. პრეტენზია გვაქვს ევროკავშირის წევრობაზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური წევრობაზეც გვაქვს განცხადება გაკეთებული. ამიტომ გამომდინარე იქიდან ამაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. სწორედ ეს დემოკრატიული პროცესების განვითარება, იმის საფუძველი და წყარო, რომ გაიზრდება უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, ჩვენ ხო ეკონომიკაზე ვამახვილებთ მაინც ყურადღებას. ჩვენ გვინდა რომ მეტი ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი ტურისტი შემოვიდეს უცხოელი, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნებიდან. ამიტომ ეს უცხოელი ტურისტები და ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ, რამდენად დემოკრატიულად მიმდინარეობს პროცესი ქვეყანაში. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და უცხოელი ინვესტორების დაინტერესების არის ოპოზიციის და მთავრობის პოლიტიკური კამათი, ასე რომ ვთქვათ, პარლამენტში. თუ ვთქვათ, პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, მთავრობა კამათი მათ შორის იმ აქტუალურ საკითხებზე, ეს მნიშვნელოვნად დააფრთხობს უცხოელი ინვესტორებსაც. ანუ იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამიტომ ჩემი აზრით ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და იქ მიმდინარეობდეს გაურკვეველ თემებზე და საკითხებზე მსჯელობა. მთლიანობაში დადებითად აისახება ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, გაზრდის ჩვენ ცნობადობას, კონკურენტუნარიანი გავხდებით უფრო ქვეყანა რეგიონში და მთლიანად სოფლიოში და მთლიანად მოსახლეობის საერთო კეთილდღეობაზე აისახება დადებითად. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეკონომისტი ბორის ჭიჭინაძე. ამით ჩვენ გემშვიდობებით. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და აირჩიეთ არგო. ერთმანეთს მომავალ ორშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.